გამარჯობა ხალხო, მოგესალმებით შემოწმებით. მოგესალმებით და გიბრუნდებით. წელძაღლის ბოლო სეზონის ბოლო სერიებით. გამოიწერეთ და ლაიქი დაგონ. Ნაშენ, მიხო. არაფერს ბატონო კაპიტანო. აბა რა სიჭიმები? ბატონო კაპიტანო. ნაშენ, მიხო. არაფერს ბატონო კაპიტანო. აბა რა სიჭიმები? ინსტრუქციის თანახმად 100-ია მიღებული ბატონო კაპიტანო. მეგადავები? როგორ გეკადრებათ ბატონო კაპიტანო? შენ ინსტრუქციას თავი დაანე მე დაჯექი. ამას იცნობ? საწყალი დეიდა თამარა. მოკლესო მართალია ვითომ. შენ იმაზე მიპასუხე რაც კითხე. ვიცნობ როგორ არ ვიცნობ. მუზეუმში მოდიოდა ხოლმე. ძალიან კარგი ადამიანი იყო. ამ ბოლო 3 დღის განმავლობაში არ გამოჩენილა? მე არ მინახავს, მაგრამ ლამზირამ თქვა იყო. ლამზირა? ჩემი და შენ და საიდან იცის? აქ მუშაობს დამლაგებლად. ლამზირას ნახოსაც შეიძლება. მეორე სართულზე იქნება საექსპოზიციო დარბაზს უნდა ალაგებდეს. მიხო, ჩვენი ლაპარაკის შესახებ ნურავის ნუ ეთქო, კარგი? კარგი ბატონო. ლამზირა თქვენ ახლა? დიახ. მიხოს და ახლა? დიახ. ლექსის ახალეკალი. თამარ შატბედაშოს ისნობი? როგორ არა, ხშირად მოდიოდა ხოლმე. ძალიან უბრალო ქალი იყო საწყალი. ლექსო, დეიდა თამარა მართლა მოკლეს? ჩემი სახელი საიდან ის? როგორ არ ვიცი, ამდენი ხანია მუზეუმში დადიხართ. საწყალი ალიკო საქმეს იძიებთ. გახსოვს ბოლოს როდეს ნახე? ვინ? დეიდა თამარა? როგორ არ მახსოვს? გუშინ წინ დილით დაახლოებით 12-ის ნახევარზე. ჩემი თვალით ვნახე, მაგას რა დამავიწყებს? როგორ გამოიყურებია? ლექსო, აქ ვერაფერს გეტყვი. მეშინია, მოდი სადმე შეხვდეთ ერთმანეთს და ყველაფერს დაწულებით მოგიყვები. კარგი, მაშინ ესე ვქნათ. სამსახურს როდის ამთავრებ? 4-ზე. 4-ზე. სად შეხვდეთ? რა ვიცი აბა? სადმე კაფეში. იცი რა, მოდი ასე დავთქვათ, 5 საათზე ცეკავშირის კაფეში, კარგი? კარგი, როგორც იტყვი, მაშინ 5-ზე გელოდები კაფეში. Могила? Какая могила? Что за Ася? Гюрза. Чтоб тебя черти сожрали. Винари? Алло, слушаю. Глеб, это ты? Да, Глеб, ну что, ты нашел Айшу? Твои ребята молодцы. Значит так, Айша Исрапилова. Да, 86-87 год работала в Афгане медсестрой. Правильно? Ага. Слушай, найди мне адрес Айши. Нет. Через посольство не надо. Нет, я не хочу ставить их в известность. Придумай что-нибудь, Глеб. Ну, какой-нибудь фокус придумай. Награда какая-нибудь. Гуманитарная помощь ветеранам. Но я понимаю, что это дольше. Зато это надежнее. Договорились. Хорошо. Пока. Есть. Ну что, Елена Петровна? Смотри, чтоб ты не смела отсюда уезжать с пустыми руками. ძალიან მიყვარს საქაურობა. გოგოები მოვდივართ ხოლმე.
მუსიკას უსმენთ, ჭორავთ. მე რომ იცოდი რა მაგარი ზაფისები აქვთ. საპსე. ავასაც ძალიან გასხაშავ. გასინჯე. ხო მაგარი. ძალიან. ეს სამცხარიც ძალიან გემრიელია. იცი რა ქვია? არა? ხარც მე. მოდი საქმეზე გადავიდეთ, ხო? იცი რა? მე ვიცოდი. აი კეფიცები დარწმუნებული ვიყავი, რომ დეიდა თამარს მოკლავდნენ. საიდან იცოდი? გუშინზე რომ მოვიდა, დერეფანს ვალაგებდი. რაღაცნაირად ცივად მომესალმა. ვერ იყო გონებაზე. დამიშვიშენ მინდორი ადამიანია რა ხარ ერთი წუთით მომისმინე რაღაც მინდა გითხრა რა უნდა მითხრა შენ გათახცინებულო შენ კაცის მკვლელო ის საცოდავი ალიკო შენი მოკლულია შენი რებს ლაბარო ქავრა შანკაჭი საცოდავი ჩემი ნინუცას ოჯახის უბედურებად შენ ის ერთია ამასაც შეგასჩენო იცოდე ეს ამბავი ვინმეს ხომ არ მოგიყოლია? არა, ვაი, მიხოსთვის? არა, არც მიხოსთვის. მაშინ მოდი ნურავის ნურავის ნურავის, კარგი? ასე აჭიროს. კი, მაგრამ ვისთვის? საქმისთვის. და რა თქმა უნდა შენთვის. გამარჯობათ. ქალბატონ ნინუცას ვეძებ. ეჭვი. გამარჯობათ. გამარჯობა ვიზი აქვს წოხალებას. ქალბატონი მოსაბლადებით, რა? დიახ თქვენ ლექსო ალბათ რა დიახ. ძალიან ბევრს მიყრობდა დედა თამარი თქვენზე ისეთი გაუგნებულები ვართ ლექსო ისეთი გაუგნებული რაღაც თავზე დაცემულები იმიტომ რომ სიკვდილიც არ და სიკვდილი ასეთ საშენებას ყარავინ არ ელოდა საერთოდ ვის უნდა მოსვლოდა თამარის პრობლემა თავში არ ვიცი ამ ხალხს ხო სიკეთის მეტი არაფერი უკეთებია თემ ცხოვრება თქვენ გაარკვიეთ რა მეგობი ჯერჯერობით არა, მაგრამ აუცილებლად ვიპოვეთ. ღმერთმა გისვენოთ ღმერთმა ეხლა მესმის რომ ამის დრო არ არის აქ, მაგრამ თქვენი დახმარება მჭირდება. ჩემი კი ბატონო თუ რამეში გამოგადულეთ სიმბოლებით რამდენიმე კითხვას დაგისვათ? მე კი ბატონო მობრძანდით და დათარგმნ დავძანდით ლექსო გისმენთ ჩემო კარგო ხომ არ იცნობთ მუზეუმის დირექტორის მოადგილეს ვანო წულეისკირს? ვით? ვანო წულეისკირს? კარგად და თქვენ წარმოიდგინეთ ძალიან კარგად, თუმცა სულ ერთხელ ვარ შეხვედრილი ცხოვრებაში. საათ ხო ვერ გაიხსენებდით? აქ, ამ სახლში, ამ ბინაში. თუმცა ეს ძალიან დიდი ხნის წინ იყო. და თქვენ რატომ დაინტერესდით ამ კაცით? რა შეასახმე? ჩვენ დავადგინეთ რომ ყველობამდე ერთი დღით ადრე ქალბატონი თამარი მისულა მუზეუმში და ვანო უნახია. ძალიან ანერვიულებული იყო, კვლევა უძახა და ისიც უთქვამს რომ ჩემი ნინუცას ოჯახის უბედურებად შენ კი ზრზეო და რა იგულისხმა ხო ვერ მეთქვით? და ეს რაიმე კავშირშია გამოძიებასთან? რა თქმა უნდა. კარგით. მაშინ მოგიყვებით ლექსო, თუმცა მე ამის გახსენება არ მიყვარს. ასე კი. მამა ჩემი ლუარსაბ მაღრაძე რო დაბრუნდა გადასახლებიდან, დედა უკვე აღარ იყო ცოცხალი. მე და მამა მოვედით აქ ამ ბინაში დედა თამართან მისი დაბადების დღის მოსავლოცად. კავთისხევში ახალი სამარხები გაიხსნა, სადაც აღმოჩენილია უძველესი მასალა. გადასარევად არის შენახული ძალიან კარგად, ფაქტიურად შემონახულია ახალ იმ დროინდელი სახით და ძალიან კარგი მასალა, რომელიც ბევრ ჩვენს ახალ ისტორიულ ფაქტებს ახსნის ფაქტას. ბატონო მანო, დამითანხმებით, რომ ძალიან ბევრი ადგილია, სადაც მოიძიება ესეთი მასალა, შეიძლება იყოს ჩატარებული, გათხრები და საკმაოდ მდიდარი
საოცნაცილო შეიძლება არგინეც გამოდი. არა, აუცილებელია უნდა გაკეთდეს ჩვენ. ლევანდელი შეკრების მიზეზი ქალბატონი თამარია. გამიმართეთ ქალბატონო თამარი. ჯანმრთელობას, ბედნიერებას გისურვებთ. წინსვლას და გახარებას. გამოსული იყავით. გამოსოთ ქალბატონი თამარი. გამოსოთ ქალბატონი. საგახია ჯანმრთელობას, ბედნიერებას. წინსვლას გისურვებთ. თამარი კარგად იყავით ჩემო ბედნიერება. შესანიშნავი ქალბატონი, ნამდვილი ქართველი ქალა. მე მგონი დამეთანხმებიან ჩვენი ძვირფასი სტუმრები, რომ ეს ნამდვილად ასეა. თქვენ გაგიმარჯვეთ. ბედნიერებას გისურვებთ. მოდი ჩვენ ვადრებთ საქართველოს. ამიტომ სარდალი ეს ადგილი. აი. დიდი ხარეს თქვენ გიოცავთ. ნინუსას ყველა იცნობს. ეს კი ნინუსას მამა, ბატონი ლუკა. ლუკა გაიცანთ, ჩემი მეგობრები არიან. თამარ გამბაშიძე, გინეკოლოგი, ჩემი ნათლია. ლალი გრიგოლია, ეთნოგრაფი. ქეთევან სიდამონიძე, ენათმეცნიერი. კოტე აბაიშვილი, ესეც ეთნოგრაფი გახლავთ, ჩემი დეიდაშვილი, გოგიტა. მეცნიერებათა კანდიდატი, ისტორიკოსი, ბატონი ვანო წულეისკერი. ბატონო თამარ, გასრავად ჩვენ უნდა წავიდეთ. როგორ უნდა წავიდეთ? მე არ გიშვებთ. არა, ასე აჯობებს, წავიდეთ. მამა, დიდი თამარს ეწყინება. ვინ წავიდეთ შვილო. მეგობრებო, ჩვენ საქმე გვაქვს. ლუკა. ლუკა, მოიცადეთ 1 წუთი, რა მოხდა, ლუკა? დეიდა თამარი მეორე დღეს ძალიან აღელვებული მოვიდა ჩვენთან ლექსო და თქვა, ლუარსაბი იმდენად კარგად აღზრდილი ადამიანია, რომ ამას არ იზამდა, რომ ამის მიზეზი არ ჰქონოდაო და მე მაინტერესებს, რაშია საქმე, მინდა გავერკვეო. მამამ კიდევ ერთხელ მოუბოდიშა და ასეთი რამ მოხვა. თქვენ კარგად იცითო, რომ დაპატიმრებამდე მე ორგანოებში მუშაობდიო. ერთხელ თავისი თანამშრომლის დაბადების დღეზე მან გაიცნო ერთი ახალგაზრდა ადამიანი, რომელიც ესე წარმომიდგინესო, ნიჭიერი ისტორიკოსი. მთელი საღამო ერთმანეთის გვერდზე ვისხედითო და იქედანაც ამიტომ ერთად წამოვედითო. მე ნასვამი ვიყავიო და ამ ახალგაზრდა ნიჭიერ ისტორიკოსს გაუმხილე, როგორც ისტორიკოსს, რომ საქართველოს მიწა სავსეა ისტორიული ფასეულობები და ეხლაც ერთ-ერთ ხეობაში არქეოლოგებმა აღმოაჩინეს სამეფო საკვანძურის საცავი. იმდენად მნიშვნელოვანი, რომ მათი მეთვალყურეთ ამ საცავის და დასაცავად გაგვამწესესო ჩვენო. თან კატეგორიულად გაგვაფრთხილესო, რომ არავინ არ მიუშვათ და არავის არ აჩვენოთო. მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს ისეთი ხალხი მოვიდა ამ საგანძურის ანახავათო, რომ მე არ შემეძლო მათთვის უარი მეთქვა და ვაჩვენე ეს ყველაფერიო. ისინი ისეთ აღტაცებაში მოსულან, სულ ყვიროდნენ, რომ ამასალით საქართველოს ისტორია ხელახლა დაიწერებაო. მეც კი გაოცებული დავრჩიო სილამაზით, ამ ნივთების და განსაკუთრებით სიმრავლით. მაგრამ მე ეს ყველაფერი, ეს შესანიშნავი ნივთები დატვირთეს კონტეინერები და რუსეთში გაზიდესო საიდუმლოთო. გაბატონო, მამაკაცს სხვა რო თქონს, აი ამ საგანძურის სანახავად მოსული ხალხის ვინაობა იმ კაცისთვის. არა, ლექსო, არ უთქვამს, იმიტომ რომ ისე საეჭვოდ მოეჩვენა ყველაფერი ის, რაც მე იმ ისტორიკოსმა ჩაედინა, ჩააცივდა თურმე და ეკითხებოდა გამუდმებით, ვინ იყვნენ გინდა თუ არა მითხარიო. მამამ არ უთხრა, არ გაუმხილა მათი ვინაობა. მე გეტყვით, ესენი იყვნენ იროდიონ თუშმალეშვილი, ივანე ჯავახიშვილი და თამარ შატბერაშვილი. ანუ ეს ქალბატონი თამარის გამიცე მე. დიახ, ლექსო, დიახ. რამდენი დღეს მერე კი მოვიდნენ და მამა წაიყვანეს, დაიჭირეს. თავარი იცით რა იყო? იქაც იმას ეკითხებოდნენ, გითხარი ვინ იყო ეს ხალხი. მამა პასუხობდა, თურმე არ ვიცი, პირველად ხედა უბრალოდ ისეთი პატრიოტები ჩანდნენ, არ შემეძლო არ მეჩვენებინა ეს განძიო. რასაკვირველი არ დაუჯერეს, 2 კვირას ცემეს, აწამეს
ის კი ჭუდად პასუხობდა, არ ვიცი და პირველად ხედავდი ამ ხალხსო. მე ასე ამბობდა, აბა რა მექნა. ივანე ჯავახიშვილს ხوار დავაბეზღებდი. სამაგიეროდ ამ ახალგაზრდა ისტორიკოსმა იკადრა და მამა თქვენი დააბეზღა, ხო? და მე მგონი ხვდები ვინ იქნებოდა ეს. ეს იყო ვანო წულეისკი, ხომ ასე? დიახ. მამა ასე ამბობდა, ამის შესახებ მეტი მე არავისთვის არ მეთქვამსო და დანოსაც მის გარდა ვერავინ ვერ დამიწერდაო. ნუ სულ უარზე იყო და ამიტომ რასაკვირველი 10 წლით კალმიაზე გადაასახლეს. იცით, მამის გადასახლების და დაჭერის შესახებ ივანე ჯავახიშვილს რო გაუგია, სასტიკად შეწუხებულა და ბატონი ივანე ჯავახიშვილი, როდიონ თუშმალიშვილი დედა თამარის ხელით ყოველთვიურად მე და დედას გვიგზავნდნენ ტანსაცმელს, საჭმელს, ნავთს, პურის ტალონებს და თქვენ წარმოიდგინეთ, ცოტაოდენ ფულსაც კი. ამან ლექსო რაღაცნაირად გაგვაძლებინა ჩვენ, მაგრამ დედა მაინც ტუბერკულოზით დაავადდა და გარდაიცვალა. მე დედა თამარმა წამიყვანა თავისთან და გამსარდა, ისე რომ მე მისი გასრდილი ვარ. და თქვენ რას ფიქრობთ? ვანო წულეისკის რამე კავშირი აქვს დედა თამარის მკვლელობასთან? არაფერს გამორიცხვა შეიძლება, მაგრამ უკაცრავად გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე მეც ვებს ვერ ვიტყვით. თუმცა დიდი მადლობა ძალიან დამეხმარეთ. ლექსო ამარაკაც ყველაფერი შერჩა. მამა ჩემის გადასახლება, დედა ჩემის სიკვდილი და ჩემი გამწარებული ბავშვობაც და 1000 უზნეობა და სისაძაგლე, რომლის შესახებ ჩვენ არაფერი არ ვიცით. თუ დედა თამარის მკვლელობაშიც მაგის ხელი ურავია, ძალიან გთხოვთ მითხარით. გარწმუნებთ, რომ ყველაფერს გავაკეთებ მკვლელის დასაკავებლად. რა თქმა უნდა, გავაკეთებ კანონის ფარგლებში. ლექსო, ეს ზოგადი სიტყვებია. რომელ კანონებზე მელაპარაკებით ან რომელ სასამართლოზე? ესე შემთხვევა არ არის და დამერწმუნეთ, არც მე ვარ ის კაცი, ვინც სიმართლეს დამალავს. მოგეთ ძალიან დამეხმარეთ, კალადონიო და დიდი მადლობა. Будешь толком Ha, mom. İşte bak. Stop. Hadi. Andros. Сволочи! Хулиганы! Თქვენ მოვკდით თქვენ პატრონს! Чтоб вы сдохли! ვაიმე! ვაიმე! თქვენ არ გაიძახეთ ბაბემა? თქვენ არ გაიძახო? მშობლები სად არიან, ან მილიცია სად არის ერთი ვიცოდე? აქ არის, მილიცია აქ არის, კაცო. რა იყო? ბაბუჩი. რა ამბავია, კაცო? ბაბუ არ არის და. ბაბუ. მართლა მილიცია ხარ? А что, удостоверение показать? დაჯე. მე შენი ბაბუ არ შეკაი კაცო შენა. არა გწხვენია, მილიცია. აი მილიცია უწინ იყო. ეხლა რა მილიცია? აი კაკრას უწინ რომ იყო, ის მილიცია ვარ მე. ერთი მითხარი. რა ქვია შენა? ვინ გაბრაზებსო? რა ქვია შენა? ვარა. то есть Варвара Ашотовна. Варвара Ашотовна, ერთი მითხარი ვინ გაბრაზებს? მთელი უბნის ხულიგნები აქ მოდიან. იგინებიან, რასაშვებიან. აი ცუდია. ნუ ეხლა ბავშვები რაღაცა დარბიან დამე. ალეგარო ცოცხალი იყო. ერთი აივნიდან თოლებს გადაუბრიალებდა და მაშინვე გაიპარებოდნენ. ხო? მაცა ეგ რომელი არის? ის რომ მოკლეს? საცოდა. აი ბედნი პარენ. მაგარი იყო რა ხო? იცი რა ბიჭი იყო. ჩიგარი ხო? აი მარტო ბაზრიდან რომ მოვიდოდი, პრავიზიას აიღებდა, ზეჩემ კარებთან დადებდა. ქურდებსაც კი ეშინოდა მაგისი. აი სანამ ალეგა ცოცხალი იყო, ეზოში ერთი სპიჩკის კარობ კარდაკარგულა. კაცო, ეხლა შენ ერთი აი ჭკვიანი ხალი ხარ რა. ერთი რამე მინდა კითხო. აი შუშამბადე, кай раме ара хороший наблюдательный пункт. Может быть, ты кого-нибудь подозрительного замечала? Но молчала. Ეხლა уже მაგის დრო აღარ არის. გავარი. აი არა, ცავატანემ. მე არც არაფერი მინახავს, არც არაფერი გამიგონია, არც არაფერი ვიცი. მოდი ერთი რამე უნდა გითხრა. მაიცა. დავაი. მაგრამ არავის არ უთხრა რომ მე ვთქვი. არა კაცო.
Давай. Раньше я ее замечала. Ერთი ჩვენი უბნელი გოგოა. За день до смерти Олега. სულ იქ იდგა. და აი Олегას ფანჯრებს უყურებდა. კაცო. ის ვინა კაცო? ხო, ის გოგო. გოგო. ო, პარშივი მარფინისტკა. მარფინისტკა. გადავიხედა ამიქარი. კიდე გადავიხედა. Опять там. კიდე გადავიხედა. ისევ მანდარი. ან არ მოშივდა, ან არ მოწყურდა, ან ფეხსალახში რამე არა. ხალხნი ვართ რა. აი სროლა რო დაიწყო. ისევ იქიდგა? მე სროლა რო დაიწყო, я პატკრავატუ დიჟალა. და აი მერე როდის წავიდა არ ვიცი. აი ხარეშო. რა ქვია მაგოგოს? არა რა ქვია არ ვიცი, კუბლაშვილი. აი 20 ნომერში ცხოვრობს. მაგრამ მე რო გითხარი არა თქვა. მარტო ხალი ვარ. ერთიც ვნახოთ ღამე მოვიდენ დამახჩონ. ვაიმე. Подожди. Აშეთრუნე, ხლა ვინ უნდა დაგახჩოს? აქ არა ვარ კაცო. აბა. აშეთრუნა. Большое спасибо. ჯიგარი ხარ. გაიხარე. ნუ რა პრინცესს ნუ გეშინია. კარგად. გაიხარე. კარგად. მithom გორძენ ანუმ რა. ეგ არ ვიცი რას ნიშნავს, ვერან თუ ის ამ კომენტარებს რა. ხო, მე ვარ. ბიჭო, შენ აქ რა გინდა? დაწყმეთ. შედი დროზე ვინმე არ დაგინახოს. ნუ პანი. ხო გაგაფრთხილი აქ არ მოხვიდე მეთქი. ხო. ბიჭო, შენ ნორმალური ხარ? ვინ გთხოვა გიურზა მოკალეო? შენ აზე ხარ იქ რა მოხდა? ორი კაცი ლიმონკით ამიფეთქა. გაგიჟებული გავეკიდე ქუჩაში. ავტომატი დაგვიშვა. ცხოველი ადგილზე დაიბრიდა. და თავზე დამადგა შეყენებული არაღი. რა მეცლი ამეც როდის დამატუღებდა? სლად გაგოს პარი. დაგინახა ვინმე? რავი, დილაუთენია იყო. ანჯირიდან თუ მომკრავენ მომთხოვს. მე აქ უნდა მოსულიყავი? მეც გინდა არა რომ დამწვა. აი, ნუ პანიკობ. სლეშკა რო ყოფილიყო ვისკესებდი. რა ვქნათ? რა ვიცი რა უნდა. ერთადერთი ვინც აფეთქების სქემაზე გაგვიყვანდა გიურზა იყო. ყველა ვარიანტში უჩასთან უნდა დავრეკო. ზერაკი. არ გადამაგდოთ ბიჭო. მე ყველასთან გაგიყოლებთ, ხო იცი? არჩი რა. ალო უჩა მე ვარ. მომისმინე. ეხლა აქ ასეთი ამბებია. ამ ჩემისებმა გიურზა დაბრიდეს. სქემა სად არის? სქემა ვერავირე. აბა რა ფეხები გამიკეთეს? ამ ეტაპზე არ მინდოდა გამოჩენილიყავი. გითხარი მოეშიშავებს და პროფესიონალები აიყვანე მეთქი. ვინა მეყვანა უჩა. ძველები ყველა დათესილები არიან ახლებს მე არ ვენდობი. Короче, სქემა მჭირდება, რაც გინდა ისქენი. არ ვიცი უჩა, ისიც კი არ ვიცი იმ ჩემის რემბო მოასწრო თუ არა იმ სქემის გადაცემა ვინმესთვის. თუ გადასცა იმ ხალხს გადასცემდა მეტივის. ეგრე არ არის? ეგრეა. მე ხალი ნახეთ? არა. მაგრამ ჩემი ფეხები აკეთეთ. შენ მანდრისთვის ხარ. სულ დაკარგე კვალიფიკაცია. არ ვიცი, უჩა, ისიც კი არ ვიცი, ახლა ის ქალი თბილისშია თუ არა. მისმინე, ეგ უკვე გაიგებდა გიურზას სიკვდილის ამბავს. თუ მოასწრო და სქემა გადასცა, ქალი წასული იქნება, თუ ვერ მოასწრო გადაცემა, ქალი მაშინ წავა, იმიტომ რომ თბილისში საქმე აღარ აქვს.
მაგრამ თუ ჯერ არ წასულა, ესე იგი რაღაცას ელოდება და სქემის გამოჩენის შანსი არსებობს. ილოცეთ რომ ასე იყოს. მოგნათ მაგნაშას თვალი არ მოაშოროთ, გასაგებია? გავიგე უჩა. მაგ საქმეს ჩემ თავზე ვიღებ. მოდამ მიხედე საქმეს. რა ვარ? მაგარი ბიჭები ხართ. რა? ცოტა ხნით დაგუნდა დარჩი. და ცხვირი არ გამოყო გარეთ სანამ ვერ ვიყო. ვერე უნდა ჩაწვე. Სასტუმროში. Ილოცე რომ ეს ФСБ-შნიცა იფიქოს. გამარჯობა ნინოცვანე. გისმენთ? თქვენი დახმარება მჭირდება. ქალს ვეძებ. ძალიან ლამაზ ქალს. ეცეთ რა არის მე სასტუმროს სტუმრებთან დაკავშირებით ინფორმაციის გაცემა არ შემიძლია და რით აგეხმაროთ გვარი კლუკვა ელენა პეტროვნა მოსკოვიდან ხო დიახ ეცეთ რა არის ელენა პეტროვნა ამ დილით გაემგზავრა მაგრამ აეროპორტის გზიდან ისევ მობრუნდა და კვლავ თავის ნომერში დაბინავდა რომელში ეხლა ვნახავ, მოიცადებს. 43-ში. ეს შეგიძლია ახლა ვნახოთ. ბარშიზის ხოლმე 10 საათის შემდეგ. ბარში? დიახ, აქვე ქუჩის გადაღმა ბარია. 10 საათის შემდეგ ყოველთვის იქ. 50 დაამატა და ყველაფერი. ძალიან დიდი მადლობა. თქვენ ძალიან დამეხმარეთ. არაფერი. კარგად გრძანდებოდეთ. კარგად. აქ რაღაცა მუსიკა რომელსაც ადავს კოპირაიტი ხალხო. დავარავდოთ ჩემ ვიდეოს რო უყურებთ, მაშინაც ესე არის. კიდე კაი თარჯიმანია და აინც გავიგებთ რაღაც მუსიკა ჩართული ისეთი. კაია ის მე საქმე მომკლებ. მეც დავადებდი. აх. რა. გასაგებია ძმაო, მაგრამ ხო ხედავ, არის არავს. წამალს ეს არ ჩალიჩობს, თო? ამიხსენი მე როგორ მოვიქცეს. ჩაუგდოთ რა ერთი ნახევარი გაგალის მუტექსი და ეგ არის რა. ძმაო, მეც ეგ არ უთხარი, მომე მეთქი რამეს ახარიც, ჩაუდებ გემრიელად, მეთქი ტკბილად. ეგეთები გამიტისკიათ, ხოს? რა მომერე? არა, უარზეა, რა გინდა თუ არა დანაშაულზე დაიჭირეთო რა. ეგ ისეთი ნაბოზარიაო, არ არსებობს რამე რო არ მიქაროსო. Привет, Марина Джен, როგორ ხარ? კარგად შენ? რა ვიცი, მთავრობის ხელში როგორ იქნება? მაიტარი ისტორია. ძველი ვალები მოიტანე რო. მოვიტან, აბა რას ვისწავლე? და ძველ ვალებს როცა მოიტან, ვისტონსაც მაშინ დაგიადებ. შენ რაღაც ატრაკებ. არაფერსაც არ ვატრაკებ და ცოტა წესიერად ილაპარაკე. სიგარეტი მაიტო. წესიერად ილაპარაკე, თორე ჩემ ქმარს დაურეკა. შევეცი შენ ქმარს, სიგარეტი მაიტო. ბიჭო. ბიჭო, არა, წესი მომლას. აჩერ. მოდი, დაჩერდი. სიგარეტზე დაიჭირე. Zadrosite! Čemi gošuj! ჩემი მეზობელია, რაზე იჭე? როგორ ეკეტებდა? ხათენი მეზობელი. მე მაგის ვალი მაქვს. ვალი თუ გაქვს, წამოდი განყოფილებაში გავარ. მე რა შუაში. და შუაში თუ არ ახარ დაწყნა. მოიყვანეთ?
რა მოტივით? ბუტკას არ ეკეტებდა. და ბუტკის გამბილდოლის ჩვენება? რა? არა რა ჩვენება ბატონო ბიძინა, კინაღამ შემჭამა იმ ქალმა. რატომ იჭერთო დამნაშავე არ არისო? თუ დამნაშავე არ რატო იჭერთ? როგორ არ არის ვინსტონი დაუჭირეთ ხელში. ეგენი ყველერთი ნაგავია სუყურდა. აუ ეს რა თქვა? რა ვინსტონი ვიჭო მეკითხარი ნაღდი დამნაშავული ჭირდება. ეხლა ერთ პაჩკა ვინსტონზე როგორ გაუტრაბო კაცო? ბატონო ბიძინა ნაღდი დანაშაულით სახეზე გვაქვს. ეხლა არ მითხრა ნარკოტიკი ჩამოდიო თორე გავაფრე. არა. აბა? დანაშაული და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მარცხაწინააღმდეგო შეძენის, შენახვისა და ტარების ფაქტი. სტოლი ჩაგიდვია რა? არა ზახარიჩ, არა რა სტოლი ჩაგვიდია. დაკავების დროს მართლა აღმოაჩს და დამნაშავეს მაკაროვის ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, 1 მჭიდითა და 3 საბრძოლო ვაზნით. კაი კაცო. ო. დავიგინო? დააგინეთ. დაიგე. დავადა, შემოიღე. ვასიკო! მისტოზე რა დაი. ეს ვინ არის, ბაცო? ეს არის რა. ავერს მითხარი საათ როგორ რანაირად შეიძინეთ ესია? ეგ ჩემი არ არის. მამაც ჩამიდეს. გოგო, ვინ რა ჩაგიდოდო? მე მინდა რომ შევამზადო დანაშაული. ესმის? მინდა სახში გავიშ. როგორ ის რა თვითონ? ვერ გავიგე ერთი პაჩკა სიგარეტისთვის იარაღს მტენით. შეტენვას განახებ მე შენ რა. კარგი. და რანაირად მოხდა, რანაირად ეს ყველაფერი? შემთხვევით ვიპოვნე. სადა გაცო? ბოტანიკურ ბაღში. მე? რა მერე? ავიღე და წამოვედი. იპოვე იარაღი? იფიქრე პოლიციაში შევავარებო, მე შეხედე მოგეწონა და საფსაიღე რა? ხო რა. მე იცი მაგას რა მოყვება? 236 მუხლი. 3 წელი თავისუფლების აღკვეთა. არ მიყიდია ხო გითხარით, ვიპოვნე მე. არა, რა მნიშვნელობა აქვს იყიდე თუ? მე იქ პლუს ბუტკის დააყაჩაღება, რამდენი წელი გამოდის? დენი გამოდის და 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საერთო რეჟიმის, სასჯელ აღსრულების დაწესებულებაში მოხდით. მინდა ეხლა იქ ჩვენ. არა. მგონი თქვენ რაღაც სხვა პანს მიჩალიჩებთ. გაიგოს, რას გიჩალიჩებთ? აბა ერთი მითხარი. რას ფიქრობ ეხლა ჩვენ? რაზე გაქეჭვი? აზე არ ვარ. მაგრამ იმას გიხვდები, რომ აქ იარაღი არ არის მთავარი. აბა რა არის მთავარი? ასე ვერ მოვდივარ. გინდა მე დაგიხვარ. აბა მიდი. ეხლა შენ ყველაფერს მიყვები გეგიაზის შესახებ. საცხოვრობს, რომელ ნომერში, რა ნომერი თუკლია. მოკლედ ყველაფერი რაც იცი. და იშვებ სახში. მოსულა? ვინ გეგიაძე, რა თუქლის ნომერი? ვერ გავიგე რას მეუბნები. ძალიან კარგად გაიგე. მართლა აზე ვერ მოვდივარ. ეგეთ მას ნახდად არ ვიცნობ. გიურზას? გიურზას ხო იცნობდი? გიურზა არა კოპრა. ბიჭო, გამაგის. აბა რატო დადიოდი იმესოს და რა გინდო და რას უთვალთვალებდი, რას ტრიალებდი? ვინა მე? არა მე. თქვენ რაღაც სხვა საქმეს მტენით აი. ბიჭო, ერთი მოიხსენე რა ერთი იქ სათვალე. აუ, კრასავიცა, ნახე. ჯიში ზემირა. შვილო მომისმინე. თუ ექსპერტიზამ დაამტკიცა, რომ გიურზა მაგიარაღით არის მოკლული, შეტემაში მე ნახე. მისამართი ნახდად არ ვიცი. ის მაინც არის ვინ ტრიალებდა მაგის ერულებას? ეგ ხო? თქვი რა, თვე. ვინც მის გვერდზე ტრიალებდა, მამუკა და ჯუმბერა შავები, კიდევ ქურთიამო შოფერი. კიდე. შენ ვიცაჭმე, გოგო. ეგ სამივე ტრუპია, მაქედან ცოცხალი არავინ არ არის. ბერეჟი, მოიცამოც. მე კიდე. არის ერთი. აბა მიდი რა, აბა, თქვი. გაიოზა, ვინ არის გაიოზა? ძველი შტანგისტი ეხა ტრენერად მუშაობს. სადა? ოქროსუბანში. რა ვალია? გვარი ნახდად არ ვიცი.
რა შეგაიქავრა. გაიგე. წაიყვანეთ. აბა სახში გაგიშვებთო? გაგიშვებ, ენაც, გაგიშვებ. ხონდა დამთავრდეს ეს უხერე და მოთაკინა. მართლა ძაღლები ხართ. როგორია ბაჭი? რომელი სართულია თუ? მეხუთე. აუ, არა, ძუძმა ხარ, მე გამომსვლელი არა ვარ, კაცო. სად ვათრიო ეს წონა, კაცო? თან რა მურტალი მარშია კიმკიბეს? არა, დავაი, დარეკე რა. დარეკე. დავრეკო და რა უთხრა? ჩემ უნდა მიჩავალაგეთ მეთქი? ნუ რა პრესაც უნდა იტყვი, კაცო. თუ აიღო ესე იგი სახშია, დავაი, ახლა ნუ გეზარება რა. ნუ მიყვანი, თუ ძმა ხარ. ყველაზე მაგარი პარა მაინც ესენი არიან და რატო გავყვეს სერიალს? გისმენთ? ალო? გისმენთ? ეს რომელი სერია? მეშვიდე. ძალიან ზერსკი სერია. ისე გაიწურა, რომ ერთს მივხვდი. არა, ასწორებს. ცხელი ძაღლის სეზონის ბოლო სერიები იმენა ასწორებს, იმიტომ რომ დროის იმენა საინტერესო იჩნდება. დასაწყისი იმენა გაწელილი. გისმენთ? კულმინაციები. ალო? გისმენთ? კარგად იყავ. ძია კაცო. Hat wir armois. ლექსო, რას მიღაწევ რომელთაგან თქვენი ასეთი მოულოდნელი სტუმრობა? თქვენ ბრალი გედებათ მუზეუმის ძარცვაში. ვილინ ალფაიძეს და თამაშ ატყეაშვილის მკვლელობის ორგანიზებაში. აქ რაღაც შეცდომა, თქვენ გამაუსწორებელ შეცდომას ვიშვებთ? თქვენ დაბადებული ხართ. დამნაშავე არა ვარ, მე სვერპლი გახლავართ, გესვით? სვერპლი კი არა, ძევალი ვარ, ძევალი. თავი მოიკლა ბიჭო? აი პიზდეც. გადავავი, ხوار გადავავი, ხსანამ კოპირაით არ დადეს. მე ვიცია. საწყალი დეიდა თამარა. ამ ბოლოს 3 დღის განმავლობაში адрес нашей гражданки. Да. Наша организация. Союз ветеранов Афганистана. Да. В общем, вам нужен адрес нашей гражданки Исрапилова Аиша Зауровна. Совершенно верно. По какой причине? Видите ли, мы должны ей передать одноразовую гуманитарную помощь и памятную медаль. Ну, там же все написано. Ну и что написано? Я должна проверить. Хорошо. В документе указан телефон. Вы можете позвонить по нему в Москву. Это телефон председателя нашего союза. Потапов Глеб Михайлович? Да, так точно. Можно побыстрее? Я очень тороплюсь. Что значит побыстрее? Тут у нас свои процедуры, дорогая. Вот вам бумага. Пишите заявление. Хорошо, на чье имя? Начальнику главного отделения Госбюро по регистрации гражданских актов Тамазашвили Шавелу Акакиевичу.
Прошу предоставить информацию об адресе проживания гражданки Грузии Исрапиловой Айши Зауровны. А почему вы смеетесь? Ну, потому что это пишется немножко по-другому. Это у вас пишется по-другому. А у нас пишется так. Что еще от меня требуется? Заплатить 42 лари 30 тетри. შეუცრულა ხო არა გადა. ეს ვინ მოგრძანებულა? შოვეს გამარჯო, შოვეს. გამარჯოს გავახარ. რა ვიცი, ბიჭო, სადგან მომწესებს ხო ხედავ დაჯექი. დაჯექი რა ხდება, როგორ ახარ? ესე რა პრობლემა. რა გინდა რას წუწუნებ? წნარი სამუშაო, კაი ხელფასი. აი თუ ზმახარდო რა ხელფასი და ხელფასი. არა მაინც კმაყოფილი და მანდობელი ვარ. ბიჭებს თუ ხვდები? არა. სად ხვდები? ამათ ბიჭებია უჩაზერა. ბიჭები სულ დაიფან მოიფანდნენ რა. ზოგი დაცვაშია, ზოგს თავისი ბიზნესი აქვს. ზოგის ბროსტა გააგდეს და ვართას. არა და რა გამოფილება გონდა გახსოვს თუ ქვეყანას ვასანსარებდეს. ისე გაცხოვრო თქოს შენ ჩემს სანახავად არ შემოხვიდოთ. რაზე ხარ მოსული გაცხოვრეთ? ამ რამდენიმე წუთის წინ თომაევასთან რუსეთის მოქალაქე იყო შესული. ქალია. უნდა ვიცოდე რაზეა მოსული. რაში გაუნდერესოს? დავალებული მაქვს. კი ბატონო, არ არის პრობლემა. მაია. მაიგო შემოდი ჩემთან. შენა, კამანდორი რა შენა? არაფერს ესპანეთშია. ეგრე ლაპარაკი. ხოშიანად არის რა. ისე თუ დუგზუზია ჩვენი დანებს ბევრს გაესწორებს კიდე რო იცოდი. მაია, მეგობარია ჩემი მოსული. საქმეს. ხო და ამ რამდენიმე ხნის წინ შენთან რუსეთის მოქალაქე ყოფილა ერთი. დიახ, იყო. ძალიან არ მომეწონა. ვიღაც აიშა ისრაპილოვას მისამართ ეძებს თქვენ სახელზე შეძლებოდა. რამე ხომ არ დავარღვია? არა, შენ რა უნდა გერღვია, არაფერი, არაფერი. რა გქონდა? არაფერი. მოუწევი ხელი და გავუშვა. აგენოს თავის ხარ. ამ აიშა ისრაფილოვას მისამართი მეც უნდა ვიცოდე. თანაც რაც შეიძლება მალე. კი ბატონო, არა რაც არ უნდა ვიჩქარო და რაც არ უნდა ვიჩარჯოთ სამ დღეზე ადრე მაინც არ იქნება. აი როგორც კი დაადგენენ, ხო აი წუთში გერეკა. ტელეფონი ხო იგივეა შენ. კი, ისე გადააგულისა. მაშინ შენი მეწევარ. გამიხარდა შენ და შენ. ეს გამიხარდა. კოპირაიტი ვეჭველი თან. არა ეს ჩამივუწებული იქნება. რამდენიმე სახის კოპირაიტია, ხო ერთი ისეთი არის რომ სხვადასხვა ქვეყანაში ვერ უყურებ ისეთი კოპირაიტიდება, განა მარტო საქართველოში. იმენა ვიდეო იბლოკება მთლიან. სალათი ცეზარი. აი კადრები და იმენა საჩუქრები. დანარჩენი ხმის შეწევა შეიძლება რა. ეგ იმენა ჩუნდი. Там ты бесплатный скилл Черт! Ты что, слепой, что ли? Да в руки убери. Он не виноват. Мне внезапно позвонили, я вскочил, чтобы выйти. Курча, остался Я такой неуклюжий с детства. Мне от этого не легче. Прошу прощения. Такая шикарная блузка. Я готов компенсировать. Да не нужна мне ваша компенсация. Вот они все и выстирают. Назовите фирму, и завтра у вас будет точно такая же блузка. Завтра? Завтра. Точно такая же? Точно.
Вы что письмо? Простите, я не представился. Падре Джибути. Джибути это страна или фамилия? Это грузинская фамилия. Точнее, гурийская. Вообще-то я живу в Барселоне, у меня там строительный бизнес. В Грузии бываю редко. Понятно. А как вас зовут? Клюква. Елена Петровна. Клюква. Это что? Ягода или фамилия? 1-1. Да, фамилия у нас с вами запоминающаяся. Скажите, а вы часто обливаете людей вином, чтобы запомнить? Постоянно. Но не для того, чтобы запомниться. Случайно. Это какое-то проклятие. Моя покойная жена только тем и занималась, что выводила пятна солей. Но вы не поверите, на благотворительном вечере в Мадриде меня угораздило облить апельсиновым соком королеву Испании. Да врете. Клянусь. Я случайно наткнулся на какого-то старого генерала, а королева, как назло, стояла рядом. И часто рядом с вами оказывается королева? Да нет. Вообще-то я человек стеснительный. И все эти светские пирушки не для меня. Понятно. Ладно, мне пора. Сколько с меня? За вас заплачено. Простите, но я привыкла платить сама. Да ради бога, дайте мне как-то реабилитироваться. Ну хорошо. Тогда проводите меня до гостиницы. А то мне неудобно идти в таком виде. Ответственный коктейли. აი აქეთ მოვიტანე. რა ფერხარ, ანიჩკა, რა ფერგას. ვა. ეს რაც დაისვენი ვეჩერი მოგვიწყვილაც. ჯერ სადახართ. ის არის? ეს ანკორია. რომშვილო? ანკორი. აჰა. ინდოჩინური ძველი რელიგიური ცენტრია. სოფლიო კულტურული მემკვიდრეობის საგანძურშია შეტანილი. ჩინეთშია? არა, კამბოჯაშია. ნახეთ რა სილამაზეა. 1897 წელს აღმოუჩენია ვიღაც ფრანგ ინჟინერს ჟერომ მიშლენს ჯუნგლებში. მაგარია რა? ბიჭო, მაგარია, აბარა, გასო შუა ჯუნგლებში. ახლა ამის აღშენება აგიდა კაცი. პოლპოტის დროს, როდესაც კამბოჯაში 1.5 მილიონი კაცი მოკლეს და დახვრიტეს, ანგკორსაც დაერხა. დაიწყო ქანდაკებების და ბარელიეფების ქურდობა და საზღვარგარეთ გატანა. მთლიანად რისი წაღებად შეეძლოთ, მთლიანად გახქონდა და რისიც არა, იქვე მოტორიანი ხერხებით ხერხავდნენ და ნაწილ-ნაწილ გახქონდათ. სად მიქონდათ ეს? ესე იგი, ძირითადად ამერიკის და ევროპის კერძო კოლექციებში. მაგრამ 1990 წელს იუნესკოს დადგენილებით კამბოჯიდან მოპარული ნივთების გატანა აიგრძალა. საქმეში ინტერპოლი ჩაერთო. გამოიცა მემორანდუმი. ესე იგი, ზოგიერთმა კოლექციონერმა და მუზეუმმა ნებაყოფობით ჩააბარა ნაქურდალი კამბოჯის ახალ მთავრობას. დაიწყეს კონტრაბანდისტების დაპატიმრება. აი, ეხლა ამას შეხედეთ. ეს არის ანგკორის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქანდაკება შივა. ამ საწყალს თავის დროზე თავი მოახერხეს. და ეს თავი მეტროპოლიტენის მუზეუმმა ძალიან დიდ თანხად იყიდა ერთი კერძო კოლექციონერისგან. და როცა გაირკვა, რომ ანგკორიდან იყო მოპარული, ამ მუზეუმის დირექტორს გულის შეტევა დაემართა და საავადმყოფოში მიიყვანეს. ატყდა სკანდალი. ინტერპოლმა ჩიკაგოში ერთი ჩინური წარმოშობის ტიპი დააკავა, რომელსაც ქანდაკებების ქურდობაში ედებოდა ბრალი. და ყველაზე საინტერესო იცით რა არის? სასამართლოში მოწმედ ერთი ჩვენი საერთო ნაცნობი იყო გამოძახებული. ვის ჩვენი გასო, ჩემი? აი, ალბათ უფრო ლექსოსი. ჩემი? ჯეიმს უოლპოლი. აი სადაც. გავგიჟდი. სერიოზად ამბობ? აი, დანარჩენს სამზარეულოში მოგიყვებით. ბიჭო, ვინ ყოფილა ეს უოლპოლი? ნიგაძე. ნიგაძე. ეს მეჯდუნაროდნოა კლასი. სასამართლოს მსვლელობის დროს საქმე ისე მოტრიალდა, რომ ეს ჩვენი უოლპოლი კინაღამ ეჭვმიტანილად ცნეს. თუ რაში შეიტანეს ეჭვი?
ოფიციალურად არაფერში, მაგრამ პრესაში გამოჟონა, რომ ეს ჩინელი თავის წინასწარ ჩვენებაში უოლპოლს ადებდა ხელს, როგორც შემკვეთს და შივას გატაცების ორგანიზატორს. მერე ისე მოხდა, რომ ეს ჩინელი თავის ცოლთან ერთად დაიღუპა. სასამართლოდან სახლში რომ ბრუნდებოდნენ, მანქანით ხიდიდან გადავარდნენ. ხა სასამართლომ ბოლომდე დაკითხვა ვერ მოასწრო და საქმე დაიხურა. და ეს ჩვენი უოლპოლი გამოძვრა. არ ვესმის რა. ამ ჩინელის სამხედრო საქმე ეტენებოდა. ეს ქუჩაში დაწესებობდა. თქო ზალოგი გადაიხადეს და თავდაპირველად გამოვიდა. იქ ხო ეგრეა. ოდა ძალიან ცუდია რომ ეგრეა. იმიტომ რომ ეგრე ციხეში მჯდარი ხო. ეხლა ის საცოდავი ჩინელი ცოცხალი იქნებოდა. 100% მაგის დაბრედილი. ჩინელის ცოცხალი იქნებოდა ვილენ ალფაიზეს და საწყალი დეიდა თამარას. და დარწმუნებული ვარ მე. ბალდუინის გვირგვინის ფრაგმენტი სადაც მაგის შეკვეთილია. ბიჭო, 3 ფრაგმენტი ხო თვითონ ქონდა მაგჭემის გადანგრევს. მოდი შეამჩხა. ხო, მეოთხე ჩვენ მუზეუმს დაუზაკაზა. ვეღარ ჩერდება რა. არა. ინტერპოლს უნდა შევატყობინო. ხო, მაგრამ ეგ მაინც მარტო ვარაუდებია. ასე რომ მაგარი ხარ რა, მოჩეხა. შენ ინტერნეტ გამოძიებას გულისხმობ. მოდი გავამარჯოს კამბოჯელ შივას. გერმანულ ზევს შიკოფერს. იტალიურ კონიაკს. და საქართველოში გასულ საერთაშორისო დანაშაულს. არა. ჩემი გლობალიზაცია ერთი დამაგებინე. Это прислали вам. Кто прислал? Мужчина. Какой мужчина? Не знаю. Он что, не назвался? Нет. Высокий? Не знаю, он сидел, а потом уехал. А на чем он уехал? На какой машине? На черной. Марка какая? Не знаю. Мерседес, Жигули, Запорожец, в конце концов. Не знаю. А что ты знаешь? Английский? Да. Очень хорошо. Do you like fucking? Me? Yes, of course I do. Fuck out, please. Робот кем? Ой, ხამკაცმა მართლა გაუჩინდა ეს. Has მოიზომოს ბიჭო ამას? იმენა რა. აი ძოლეჯი. რა შობა ეს? რა მგონი თავს იკლავს? მაყუც ხო იხდის აღვიშვი. რამდენია ეს აქ? 70-ია. რასო მტლა აქვს რაცო? აბერე ვერაცო ამდე ცოტა მოვაკელე რა.
წადი რა ძმო, შახმატი ითამაშე რა. მართალია. მაგაში მართალია. წავიდეთ. ისე ნამეტანი არ მოგივიდეს, თორემ წყენაიც. ხო? უკვე ნაწყენია. წამოდი რა შეხო. უკვე ნაწყენი. სამოცდაათი უნდა დაეწყო. ამ ტელევიზორს რა დაემართა მის დედავატი. რა არის, ხო არ გაგვი? Вообще ამერაჩი. ანტენის ბრალი ხო არა? მეც ეგრე მეგონა და მთელი ღამე კრიშაზე ვეჩავიჩე. გააკიშ დიშჩი, ვინმეს რა დაინახე? აბა რამე? დაგეძინა რა. სულ არ ამძინავს. შენც ადექი და ჩემთან გადმოდი რა, ხო გითხარი ტელევიზორიც ამარ და ვიდეო. შინთან? ხო რაი. არა. აი დაწნამდი რა, ყველაფერი კარგად იქნება რა, ნერვული. დროებით რა. თქვენი კალიანი მზად არის. კიდევ რამე სხვა არ მიგე. თქვენი კალიანი მზად არის. Чавиджибаме. Значит, вы на меня не злитесь. Злюсь. Ну да ладно. Спасибо за подарок. Не за что. Вы курите кальян? Нет. Один раз попробовала в... Вы курите кальян? Наргилео. Один раз попробовала в Стамбуле, и все. И часто вы путешествуете? Да, приходится, по делам. А сюда тоже по делам приехали? Разумеется. Я ведь нефтехимик по профессии. Простите, при нашей встрече вы сказали, что ваша покойная жена умела выводить пятна с одежды. Мне это показалось странным. Вашего положения и вдруг... Дело в том, что моя жена умерла до того, как я разбогател. У нее был рак. Она сильно мучилась год с лишним. Простите. Остались мы с дочкой вдвоем. Жениться во второй раз я не рискнул. Не хотел еще раз травмировать дочь. И, честно говоря, самому тоже не хотелось. Понятно. А как вы попали в Испанию? Манана, моя дочь, познакомилась с симпатичным парнем, испанцем. Через год они поженились. Его отец оказался президентом крупной строительной компании. Ух ты! Они предложили мне внести небольшую сумму в их компанию. А я инженер-строитель. Понятно. Поначалу, честно говоря, деньги меня не так интересовали. Очень хотелось быть поближе к дочке. Продал дом, машину, дачный участок, там кое-что еще и поехал. Вложение оказалось удачным. Давайте выйдем на воздух. Здесь очень душно. Пожалуйста. Лена, вы любите джаз? Люблю Миллера, Брубика, Джарета. Не люблю Дэвиса. Правда, некоторые мои друзья говорят, что у меня дурной вкус. რა ჩამოთვალა ჩემ კარში ყველა საღამოები იმასე. არტიცია რა ვიცი გაუკაც ბიჭო. აი მის დედა შევიწი ადამიანს არ ლაპარაკები. Тут неподалеку есть одно приличное место. Миллера не гарантирую, но играют вполне сносно. А вы мне расскажете про Барселону и Гауди? Ой, лучше не надо. Мне будет это напоминанием о своей работе. Тем более я не любитель Гауди. Ну что ж, войдем? Наверное, нет. Уже поздно, а завтра мне нужна трезвая голова. Понятно. Важная встреча.
Да, у меня есть кое-какие дела в нашем посольстве. Ну, тогда я вас провожу до гостиницы. Хорошо. Пожалуйста. Ģიპუტი ამ ხალხს დახერხა. Вот сюда, пожалуйста. თაუბრო დამეხო რა ბიჭო რა ზადიხარ თქვი რას აპირებთ რას ვაპირებთ ზახარიჩ და დღესო უნდა ავიყვანოთ რა როგორ და ვარჯიშის შემდეგ ლექსოს აშხაპესით არჩება ჩვენ სამნი კიდე ორი კაცი ზუსტად 4 საათზე მივალთ ლექსო შიგნიდან კარებს გაგვიღებს და ეგრევე შევალთ რა კი ბატონო ეგ ადვილი საქმე და ბოლო ვინ ჩემი ფეხები ეს გეგიაც ესი პეშკა რა მეტი ხო არა ზახარიჩ რა პეშკატო საერთაშორისო კრიმინალი და საშიში ბანდიტიატო კაცო ვიცი ხო მართალი ხარ მაგრამ ჩემ უწყებას მხოლოდ მამულაშვილის მკვლელი შემკვეთი აინტერესებს გაიგე და შემკვეთზე გასვლა მხოლოდ მაგ გეგიაძის საშუალებით შეიძლება ხო და მოვათრიოთ ეგ გეგიაძეათო ვიღაცა და ვალაპარაკოთ ყველაფერი რა პრობლემაა რო არის ლაპარაკოს არის ლაპარაკოს და მაგის აჯობებს რა ეს რა თუ ზახარა შენ ეს შავ საფრთხეებიანი ლიკა ხო აბა რა ვქნათ ზახარიჩ რა უნდა ქნათ და უნდა უთვალთვალოთ მაგრამ გეზარებათ ყველაფერი თვალთვალი უნდა დაუწესოთ გარეთ არ გამოდისო და რანაირად უთვალთვალოთ როგორ კაცო სულ ერთ ადგილას ხوار იჯდება უპროსობასთან ხო უნდა მივიდეს და საბრიბარიშოში არ დადის კაი ზახარიჩ ახან ეგრე გინდა ეგრე იყო შვილო ახლა მომისმინე მე კი არ მინდა ეგრეა საჭირო კაი გადაწყდა რა ზახარიჩ ზო მორჩა ბიცკინაშვილი ამ საქმეს შენ გაბარებ რა დააწესებ 3 წლიან მორიგეობას არა 4 წლიანს დააწესებ და ყოველ 6 საათში ერთხელ შეცვლით რა ერთმანეთს ეგ არის რა აბა შედიცი რა მაგრამ ზახარიჩ გადა ჯიგო შენა ბიცკინაშვილი ნარიადი დაწე და შემომიტანე რა აჰა ესე შემივიდეს ალო ლექსო ბიჭო მე მგონი გადარჩი ბიჭო დაანებე მაგ შტანგას თავიდა იმას ატაც და ჟიმს არა აქ ყველაფერი მოგვარდა ნუ გავოფლიანდები ო რო გრახავ გეტყვი რა დავაი აი Немного лет тому назад, там, где сливаясь шумят, обнявшись, будто две сестры, струи Арагвы и Куры, был монастырь. А ведь это было здесь, прямо вот тут. Но теперь эта чужая страна дико как-то. Прекрасный вид. Но ведь вы привезли меня сюда не для того, чтобы любоваться пейзажем, не так ли? Но ведь это лучшее место, чтобы поговорить о ваших сомнениях. Разве нет? Может быть, может быть. По крайней мере, здесь нет лишних ушей. Послушайте, Леночка, не кажется ли вам, что зря мы ввязались в эту темную игру? Ей-богу, не стоило вам возвращаться из аэропорта. Да черт с ним, с этим Баку-Джайханом. Не знаю, может быть. Вы политик, вам решать. А я приехала сюда с конкретным заданием. Без схемы Гюрзы я отсюда не уеду. Да я понимаю, но дело это темное и опасное. Вот поэтому я и попросила вас о встрече, чтобы обезопасить себя. От кого? От посольства? Может быть, и от посольства. А почему вы сбрасываете со счетов грузинские спецслужбы? Да я не сбрасываю их со счетов. Но дело сейчас не в них. Гюрза был отличным профессионалом. Но и он совершил роковую ошибку. Какую, позвольте спросить? Он поверил нам. Поверил. Пришел в посольство. Официально сдал свои документы на российское гражданство и этим раскрыл себя. Он пришел не просто в посольство, Леночка, а сдал свои данные в консульский отдел. Это принципиально. Может быть, но через несколько дней Гюрзу убили. И схема попала бы в руки убийц, если бы не его профессионализм. А может, она у грузинских коллег? Может быть, но
Гюрзу сдали наши. И наша с вами задача определить, кто это был. У вас есть по этому поводу какие-то соображения? Да, есть, но я не вправе говорить, пока мы все не проверим. Я, значит, могу на вас рассчитывать? Безусловно. Это в интересах посольства. И молю Бога, чтобы эта сволочь работала на грузинский госбез, а не на кого-нибудь еще. А я молю Бога, чтобы это было наше ГРО. Что? Вы допускаете, что... Обстоятельства, Владимир Анатольевич, обстоятельства. Они наводят меня на такую мысль. Странная штука эта конспираторика. Ладно, у вас есть план? План у меня простой. Вы, как бы случайно, проговариваетесь на работе, что схема Гюрзы у меня. И если после этого у меня на горизонте замаячит персонаж, значит, произошла утечка. И вам будет легко определить, откуда она произошла. Ну не могу ж я проговориться, как вы изволили сказать, сразу перед всеми сотрудниками посольства. Ой, ну и хитрец же вы, Владимир Анатольевич, а? Ну не стройте из себя наивного новичка. Ну скажите честно, у вас же уже есть подозреваемый? Ну, может быть. Как только проговорюсь, сразу дам вам знать. Но не нравится мне вся эта затея. Ну что, поедем в старую столицу Грузии. Это? Есть лобби. Вы любите лобби? Я предпочитаю шашлык. О, шашлык. Ну, шашлык так шашлык. Пошли. Заметьте, Леночка, среди ФСБшников я не встречал ни одного вегетарианца. Интересно, почему, а? Вы не задумывались? Добрый день, голубчик. Куда собрались? В банк, Владимир Анатольевич. Они квитанции не принесли, а мне квартальный отчет сдавать. А, кстати, что там по поводу визы для той девочки? Ну, помните, мы еще ужинали вместе в матрешке? Помню, как не помните. Клёпа Елена Петровна. Она еще дольше срока осталась. Ну вот она сейчас уезжает, и не хотелось бы, чтобы из-за визовых формальностей к ней придрались наши коллеги. Вы уж проследите, чтобы все было чин-чинарем. Ну, а что могут придраться? На каком основании? Ну так она достала эту схему, а грузины пойдут на все, чтобы ее перехватить. Значит, схема Гюрзы у нее уже? Да, электронная версия. И нельзя допустить, чтобы на границе к ней залезли в лэптоп. Мы должны быть очень осторожны. Я лично прослежу. Алло. Леночка, это вы? Да, Владимир Анатольевич. Я тут кое-кому сообщил то, что вы просили, и не забыл упомянуть ваш компьютер, так что ждите визитеров. Очень хорошо. Буду ждать. Кстати, я подготовил им уже ложный файл с алгоритмом мощного вируса. Да, я могу прислать своих ребят для страховки. Нет, ни в коем случае. А то они со своими славянскими рожами могут отпугнуть кого угодно. Вы уверены? Абсолютно. Ради бога, будьте осторожны. Постараюсь.
Я на полчаса выйду в кафе. Можно ключи оставить у себя? Пожалуйста. Спасибо большое. Не за что. ვეღარ გაგყავს. Что? Файлы не открываются. А ты нормально списал? Да через нейро надо было переписывать. Послушай, найди нормального компьютерщика и разберись в конце концов. Что ты имеешь в виду? Послушай, Герман, нечего вину перекладывать с больной головы на здоровую. Просто надо найти компьютерщика нормального и разбираться в компьютерах. А мой источник информации стопроцентный. Да ничего она не ждет. Ждет билеты на киевский рейс, который я сам лично ей забронировал на послезавтра. Так что придется тебе еще раз ее навестить. Извините, я перезвоню. Попозже, да. Угу. Что он делал, Владимир Анатольевич? Передайте, пожалуйста, ваши телефоны и документы. Но я не понимаю. Вы подозреваетесь в шпионаже в пользу другого государства. Это какая-то нелепая ошибка. Да, ошибку совершили вы, когда передавали конфиденциальную информацию постороннему лицу, а скорее всего сотруднику грузинского госбеза. Так, никакой информации я не передавал никакому сотруднику госбеза. Это была тайная операция. Это был мой тайный агент. Ну, все тайное когда-нибудь становится явным. Объясняться вы будете в Москве. Для меня вы человек, который пытался помешать выполнить задание сотруднику ФСБ. Из-за вас погиб человек, который мог оказать услугу стране. Вы не имеете права меня арестовывать. Я не собираюсь вас арестовывать. Но как старшее должностное лицо на территории иностранного государства, я уполномочен взять вас под арест и отправить в Москву. А объясняться вы будете там, с компетентными органами. Я сотрудник ГРУ. Я не думаю, чтобы ваше руководство было в курсе ваших дел. Меня поставили в известность.
Данилыч, голубчик, уведи его и не спускай с него глаз. Так, руку убрал. Он оказал сопротивление? Ну что вы, для этого он слишком умен. И к тому же он рассчитывает на свое начальство. Я не думаю, что кто-то бы убивался из-за него, по крайней мере, официально. Вообще-то такие операции проводят, как бы так сказать, частным образом. И в случае неудачи агент должен рассчитывать только на себя. Да, кстати, вот его мобильный. Когда мы вошли, он кому-то сказал, ты должен будешь навестить ее еще раз. Не вас ли он имел в виду? Я думаю, меня. Я знаю, чей это номер. Чей? Того ковбоя, который рылся в моем ноутбуке. Владимир Анатольевич, я могу рассчитывать на вашу помощь? Ну, разумеется. Что нужно делать? Мне нужно знать, с кем общается и где работает Айша Исрапилова. Вы не могли бы послать туда пару ребят, чтобы они проследили за ее перемещением? Ну, разумеется. Дайте адрес. Адрес я буду знать после 2. Ладно, а как... Я вам позвоню. Ладно, а как там насчет того ковбоя? Не будет проблем никаких? Ну, я думаю, что не будет. Да? Ну, ладно. Счастливо. Удачи вам. Всего хорошего. До встречи. Пока. Вабал, полусерия. Телезагли сериалис. В общем, вам нужен адрес. Списал? Я смешал. მაცა ეს ქესტუ შენ არც იცი ეს რას ნიშნავს რა მინდა ფანჯი ბადაჟი ძიძი ის შენი თუ ფანჯი არ აწერია ამ ჩათლა ყამათებს რა წერია ბატონო მიზიდათ და წორი აჰა ლებს აძლევს ბიჭო გავგეჭდი გაზეთი ხوار შემოგიტანოთ გაზეთი რაც მინდა ნუ წაიკითხავთ გაიგებთ რა ხდება ხლა ნუ გაგულავდი პადაჟდით მოიცა კაცო გაზი ნახე როგორ გაგულო შემოვიდნენ ციტლები ატყდა და ვიდარა ციტლები არ იყოს ასე გუთვლის ერთგერაძე ბარანაბა ციტლები არ იყოს მიდიხოთ ახ კიდე ნახე როგორ ბიჭო როგორ აძლევს კაცო როგორ აძლევს კაცო მოდი რა გამა არა, აზრი აღარა, გავაჩაძე. რამდენია? 17-ით 2. 3. 2. 3 კაცო როგორ? კაიც იყოს 3. იყოს არა 3-ია. ვა, ნარსამაშობთ? ვა, სადა ხარ ბიჭო, გამოსულაში ჩამვალა. ლექსა, 17-ით 3-ს ვუგებ. აბარასია. კარგი ხო, კარგი. ბიჭო, რაც დაუზაკაზა, ყველაფერი გააგორა რა. ვარ ისევ ეგრე გაგაგორებინო. ჩიქაც მოიტან. დაიხოს რა ჭიქიდან, მე რა ბატონო ბიძინა, თქვა ხوار დაგავიწყლათ, რომ მე წარმოშობით მეგრელი ვარ. კაი კაცო. მე ეგრას ნიშნავს. აი ეგ იმას ნიშნავს, რომ ეს ნარდის თამაშის ნიჭი გენეტიკურად გადმომყვა. მე რას გიზის სახში, წაიყვანე, ნისლავზე ათამაში და პულს შემოიტანს. ვაი, არც უმაგისობაა დამიჯერე. კაი კაცო. აი მე უჩაზე რა გიას გეფიცები. ეგ როგორ? როგორ და ესე მარტში, აპრილში. უბრალოდ აპრილში ქალაქის ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა და ბრინჯაოს медаლი მოიტანა და ფულადი პრემია სახში. მე რა გინდა? $500. ვა! მე მაგას მიმალავდი? ნუ მე $1500 მერჩივნა. აუ! აი ეს ხელი გამიხნეს, მე თუ შენ დარტი გეთანიშ. რა ქენი ჩააბარე? ჩააბარე და ეგრევე გადააგზავნეს. რამდენი გამოვიდა? 3 ფუცელი. ხოია. ზედაც სამთავრობო სერიალთან ერთად. გადავაცანოთ. და დავაი. ოფიციალური ვერსია ასეთია. ესე იგი, არის ინტერპოლის სამზები. ო,
ღვთისმსახურების დეპარტამენტს უფროს მიუმართა ვინმე მაიკლ სტიუარტს ვატყობინებ, რომ საქართველოს სახელმწიფო მუზეუმიდან ამა და რიცხვში დაიკარგა ეს ექსპონატი, რაც მოყვა ორი ადამიანის მკვლელობა და მე მივიდება დაკავებულები არიან, როგორც ოფიციალური მონაცემები ირკვევა, ამ ნივთით დაინტერესებული ყოფილა დიდი ბრიტანეთის მოქალაქე კერძო კოლექციონერი ჯეიმს უოლპოლი. წერ რომ უოლპოლს თავის კოლექციაში უკვე აქვს ბალდუინის გვირგვინის 5-დან 4 ფრაგმენტი, გესმით? და ის აუცილებლად ეცდება მოიპოვოს მეხუთე. საჭიროა ინტერპოლმა სასწრაფოდ დაადგინოს იმ მეხუთე ფრაგმენტის ფლობელის ვინაობა, რათა იგი შეასაძლო საფრთხიდან გაიცვლოს. მეხუთეა მოკლე შედარებას. ახლა თქო რას მოიმოქმედება? ეს უოლპოლი. Между прочим, еще бывает официальным. Коллега, что вы мелите? Суперзвезда, это я, Гуру Пика. Фонд двустороннего сотрудничества, подчеркнул он. Новый генсек НАТО намерен продолжать начатую его предшественниками политику расширения Североатлантического альянса. Но Грузия и Да. Украина, по его словам, Алло, это я. пока не готовы. На этой стадии они не Да, Владимир Анатольевич. Да, это я. Что? Уже установили? Ну, молодцы ваши ребята. Я считаю, что это Одну секундочку. правильный подход. Говоря о других задачах НАТО, Я записываю. вывести контингент альянса из Косово и Как? создать специальную Амаглебская? для борьбы с пиратами в Аденском заливе. Амаглебская, Датчане приступают к 10. работе в штаб-квартире альянса в Салон Брюсселе. красоты Мари, да? Вадим Мари. Ильин, телекомпания «Артелей». Есть. Власти США Ну, еще раз спасибо. на помощь партнеров по НАТО при решении проблем, связанных с дальнейшей судьбой заключенных в тюрьмы на базе Гуантанамо. Привет, Аш. Привет. А разве ты не уехала? Как видишь, нет. Мне бы прическу подправить. Садись. Объем сделай немножко. А как ты меня нашла? Это не важно. Скажи, ты знала Асю? Асю? Кто тебе про нее сказал? Герза. На. Читай. Ася, моя сестра. 3 года тому назад она умерла от лейкемии. В 86-м ее послали в Чернобыль вместе с группой медсестер. И там она получила облучение. Она была знакома с Герзой? Она любила его, но об этом знала только я. Послушай, Айши, ты отведешь меня на могилу Аси? Я не знаю, что он припрятал для тебя, но если бы не это, Гюрза был бы жив. Я не хочу, чтобы со мной произошло то же самое. А зачем ему надо впутывать меня это дело? Ты знаешь, я обещала Гюрзе $50 000 за один очень важный документ. Правда, он понял, что за ним следят, и перестраховался. Поэтому в случае его смерти деньги принадлежат тебе. Ну и дурак. Тебе. Считай, что это его завещание. Послушай, я постараюсь сделать так, чтобы риск был минимальный. Ты согласна мне помочь? А когда тебе надо? Сейчас. Нет. Мне надо подумать. Давай твой телефон, я позвоню. Давай. 877 30 35 40. Написал? Закончим прическу? Да нет, не надо. Может быть, ты и хорошая медсестра, но парикмахер из тебя никудышный.
Не буду-ка я рисковать. Удачи. Давай, пока. რა ხდება? არაფერი არ ხდება. კარტოფილის იყიდი შეჭინა? ხოჭი მაყურზე ვარ. მე და მე ვარ. მე და ხოშიანია რა. Утро фиксис давайте. Ватано. Камерти базат магабидано. Диак მე ვაფატონო კაპიტანო. არა, ობიექტი არ გამოსულეთე. დიახ აკალი, დაგალაპარაკოთ? კარგი ფატონო კაპიტანო. არის ნაღერა შეგვამოწმა. რა, მეთქილა. ოღარ ჯანზე. მე ვარ სლუჟუსავეც გამოსაიუზო. მალე დავჯერდება ეგენი. ისაკ არის? აქ არის აბასაცავა. კაი, ნახავ ერთი საქმე აქვს. ამ სერიაში როგორ უნდა მორჩის ყველაფერი? რაცმერდი მე ვარ. შენ ახარ ბიჭო. ნერვები აღარ მივარგა. და ბაბა, ეგეთები არ იყოს. ჩამწნილი ამ კაპცელაში. უნდა მეც იმიტომ მოვედი, რომ საბოლოოდ არ ჩამჟავდი. რა ხდება? დროა გამოწვია ამ ბუნაგიდან. ისე კარგად გიყარ მოწყობილი ტელევიზორი, წყალი. შენ როგორ ფიქრობ? აი ეს გაიოზა საქმეში გამოგვადგება. გამოგვადგება რა თქმა სანდოკაცია. სანდოა, მაგრამ რა ვიცი სიფრთხილეს თავი არსდება. მოკლედ ერთ ხალს უნდა უთვალთვალოთ. დღისით და ღამით. თვალი არ უნდა მოვაშოროთ. აი გაიოზაც იმიტომ ჭირდება, რომ მორიგეობა დააწესოთ. ვინ ქალია? არის ერთი აიშა ისრაფილოვა. ძველი ნაჩათლახარი ავღანეთში მეომარი. ორხევის 7 ნომერში ცხოვრობს. ორხევის ქუჩა ხო იცი? ვიცი. მუშკაზე უნდა აიყვანოთ. სად წავა, ვისთან წავა. დღეს თუ არა ხვალეგის რაფილოვა აი იმ რუსის ხალხს შეხვდება. და არ არის გამორიცხული, რომ გიორზას დატოვებული სქემა გადაცეს. გასაგებია? გასაგები. აბა, მოემზადე. მე წავედი. სპოკა. ეს არ არის? ჩაიშტერა. დახუსტე, მიდი, დახუსტე. არ გაგექცეს, დო? დახუსტე, არ გაგექცეს.
Rastani, daichi. Which Marta Guina host. Ara, ise, tonka smiferi. Omigide, რა შეჩემა რა. დაანძმებიანი. Алло. О, какой знакомый голос. И куда же вы пропали, господин Джибути? А, дела. Ну, как твои дела, Бадри? О, ну нельзя же так перенапрягаться. Ты же все-таки отдыхать приехал. На родину. Что, встретиться? Нет, я не против. Даже наоборот. Да. В каком ресторане? А где это? Хорошо. В 7:30. Жду. სად მიდიეთ? არ ვიცი. გაყევი რა, просто არ დაიწვა ისე მიყევი და. მამა შეხედე რა. ბიძინი. Садрекос, мартო რიანი დაწევ. Алло, Захарыч, это вы? Да. Клюква Елена Петровна, если помните такую. А, Елена Петровна, умница, красавица. Не думал, что вы еще в наших краях. Ну вот, представьте себе. Вас ведь с Гиви провожал. Да, но пришлось остаться. Кстати, я случайно не нахамила ему что-нибудь? Леночка, а что вы называете хамством? Это ваш стиль. И он вам даже идет. Захарыч, когда вы перестанете кадрить девчонок? Никогда, потому что кадры решают все. Может, рассмотрим кадровые вопросы за столом? Конечно. А где же еще их рассматривать? Значит, вы составите мне компанию? Да, только не пойму, чем я заслужил такое счастье? Комплиментами, в основном. Значит так, жду вас ровно в 8 в ресторане под Сухим мостом. Вы знаете, где это? Да, там меня ранили в первый раз. Ну, надеюсь, сегодня обойдемся без крови. Смотрите, не опаздывайте. Слушаюсь и повинуюсь. Добрый вечер, Лена. Еще не вечер, Бадри. Еще не вечер. თემქაზე მოიყვანეს. პასატი სადარბაზოსთან გაჩერდა და ობიექტის სარდაფში ჩავიდა და შიგნიდან ჩაკეტა კარები. თვალ-თვალს ვაგრძელებთ. Странно у нас с тобой сложились отношения, Бадри. Тебе так не кажется? А что тут странного? Мы взрослые люди. Нам интересно друг с другом. Вот и все. А ты веришь в совпадение? Честно говоря, я не верил до того,
как разлил вино на твое платье. Теперь верю. Восточное лукавство. А зачем мне лукавить? Вот это я и хочу выяснить. Лена, я не пацан. И вовсе не стремлюсь попасть в твою спальню любой ценой. Но ведь ты же там уже был. Разве не так? Что ты сказала? Ты же побывал в моей спальне? Лена, дорогая, ты меня с кем-то путаешь. Бадри, Бадри, где ж твоя галантность? Я ведь не путана какая-нибудь. Я знаю точно и каждого, кто побывал в моей спальне. Добрый вечер. А, Захарыч, проходите, садитесь. Здорово. Принесите, пожалуйста, боржом. А то здесь становится жарко. Ну что, орлы, знакомьтесь. Майор Бедзина Табагари, Бадри Джибути, предприниматель из Барселоны. Вы что, знакомы? Где ты его подцепила? Ну как где? В ресторане гостиницы, конечно. Сначала он облил меня красным вином. Представился. На следующий день прислал новую блузку. Ух ты! Да, да. Вызвался показать старый город. Пригласил в ресторан. Рассказал очень грустную историю, но, правда, со счастливым концом. Вот, в общем, все по плану. Ну, а затем, удостоверившись, что меня нет в номере, открыл отмычкой дверь. Очень профессионально. Влез в мой компьютер и списал файлы. Какие файлы? Приготовленные и инфицированные специально для тебя, Бадри. Я стояла на балконе и через окно все видела. Захарыч, вы помните, для чего я вас сюда пригласила? Ну да, конечно. Попробовать некоторые грузинские блюда и обсудить кадровые вопросы. Абсолютно верно. Ну, с блюдами у вас все в порядке, отменные. Чего не скажешь о кадрах. Такие Джеймс Бонды вас до добра не доведут. Ну, раз речь зашла о кадрах, давайте я уже вас познакомлю. Капитан КГБ Герман Хиджакадзе, бывший заместитель начальника антитеррористического центра, небезызвестного в России генерала Зерагия. Кого-кого? Зерагия? Да, да. Того самого террориста генерала Зерагия, которого вы не хотите нам выдать. Он и сейчас является членом его банды. Некоторые сотрудники из ГРУ и сейчас дружат с ним. Ему поручают самые грязные дела. А сейчас вот поручили захват схемы. Смерть Гюрзы на его совести. Захарыч, вы блефуете? Нет, милая моя. Вы сама устроили эту проверку. Иначе как он мог оказаться в вашем номере? Вы смелая, умная, красивая женщина. Примите мои поздравления. Любопытно. Что вы собираетесь делать? Что я собираюсь делать? Есть кебаб. Пока не подойдет оперативная группа. А потом с ним у нас будет долгий разговор. Организуешь позу. Организуешь. Он весь кавасный. Да. Не бойся. Не бойся. Да, где я раньше забылся? სუსკრასერია აქ ნახდეს ას კიდე გადავძენა არა უჭო ესეთი გაფშე
Ламазия. Она просто красавица. Знаешь, какие у него волосы? Ай, волосы, а. Обыкновенная, блядь. Вот кто она. Ну и что? Мать залия Ламазия. Ламази. Соус eins? Pretty woman тоже. არა რაღაცა შარის პონტი აქვს, შარის. იცი, მე ერთი რამე არ მესმის. Причём тут Асия? გაიშვი რა მაგამბოს რა. როგორ, ძენგი? ძენგი, აი ეგ ძენგია რა. ასიას საფლავში $50,000 იხდის თქო. პონტი არა, რაღაცაში აქვს საქმე. შენ არ იცი? Кто не рискует, тот не пьет шампанское. მე აღარსოს. ო. Рискует только дураки, а я пью пиво. Мандражисты. შეციტა? დებილი ვარ. ვარ, ხო? ორანზმა. ბაზრობ, მაინც არ მომისმენს და ის ველაპარაკები. ხო და გაჩუმდი რა. ეგ საერთოდ არ დამიწვა, მიყვარს ხო იცი? Да. Добрый вечер. Это я. Да, я вас слушаю. Значит так. Ровно через 40 минут я жду вас на улице Марджанишвили, у офиса TBC банка. Вы все поняли? Разумеется. Тогда до встречи. Всего доброго. Браво. შენ კიდევ ამბობდი, გიურზა არ მიყვარსო. ხედავ რა ქნა. ყველაფერი ისე გააკეთა, რომ ფული ჩვენ დაგვრჩენოდა. მეცაც გადავხდით, ხალი რო ყოფილიყო, მაგრამ ჩემი ხერხი. საათ მიდიხარდო? როგორ თუ საათ? იმ ქას ასიას საფლავი უნდა ვაჩვენო. Ты что делаешь, Дима? Машину ведь модила. Нельзя, дорогой. Нельзя. Моица, Марта, ვერ გაგიშვებ. მოიცა მეთქი, გოგო. Давай, кафе. მოხვედი? ბიჭო, ძვირას ხوارებიებს. კაცო, ეს გუგუშვილი სამსახურში არ დადის? როგორ არა წერა დაქარიყო? ბიჭგინაშვილი? ეგერ დილას პახმელიაზე ხوارი. არ ვიცი, ვერ გეტყვი. ის დეტავატირი, არავის მუშაობა არ უნდა, ხო? ინტერპოლის საგამოძიებულ დეპარტამენტიდან მოვიდა პასუხი. კაი კაცო. რაო, რა წერე? აი წერენ. კარგი მუშაობისთვის მადლობას გიხდით და გატყობინებთ, რომ ბალდუინის გვირგვინის მეხუთე ნაწილის მფლობელის ვინაობა დადგენილია და სიტუაციას ვაკონტროლებთ. თუ ვინ არის? ამას არ წერენ არავის. არაგვი გისმენს? არაგვი, ალაზანი ვარ, გესმის ჩემი? მესმის, რა ხდება? ობიექტი ჩვენთვის ნაცნობი Volkswagen Jetta-ს მარკის ავტომობილით უკან მიჰყვება შინდისფერ ტაქს. Jetta-ში ორნის ხედან ობიექტი და მისი ამხანაგი. ტაქში ორნი ქალი და კაცი. მიმართულება? ცენტრში მოძრაობენ. მომისმინე, ჩვენ გამოვდივართ და არავითარ შემთხვევაში არ დაკარგოთ მხედველობის არიდან, გასაგებია? არის ბატონო კაპიტანო.
Ты что, не одна? Нет. А это кто? Я муж. Мы так не договаривались. Не переживай, не переживай. Он лучший друг Гюрзы. Магარი ქალია, ძმა. მაგარი. უპათხო, დებსო? სულ რესტორნებში დაღავს. ვა, ნახე, ეს ბებერი ბოზი ეს. ბატონო, სანაპიროზე ვარ. ობიექტი კუკიისკენ დაიძრა. ვიძახებ სპეცნაზს. მიდი. დავიცრა. ყველაფერი პოსტ ერთ საფლავი როგორ ვერ იპოვ. Кажется, тут что-то есть. Вот. Это то, что ты искала? Да. Да. Да? И из-за этого убили Гюрзу. А? Подожди, стоп. Деньги. Вот кредитка. На ней 50 тысяч. Подожди, кредитка. Откуда я знаю, лежат на твоей кредитке доллары или нет, а? Послушай, мы вместе отсюда выйдем? Да. Вместе. Заедем в любой банкомат, Да. и я сниму оттуда деньги. Молчи. Что? Кто здесь? Кто здесь? Кто здесь? Розек! Გამოსრიალე. აჰა, მოიცა. სხემა მომეცი. არ გაიძე, დადეკ. აცნადი. ხო, წავედი. Ой. მოიცა, საცა. სქემა. აიშა, შენი. ოხ, თქვენინე. ოხ, თქვენი. ბიჭო, ამის გულისთვის დახოცეთ ამდენი ხალხი თქვენ. ნაბიჭრებო თქვენ. აზახელები! აი, ხუტა. ელკიცაო. Вар морчис, рам, але маинтерес. Ну что, Аиша? Пошли. Пошли выпьем что-нибудь. Кредитку отдай. Чего? Отдай.
Пошли, подлопах вверх гадавчить. Აბა. ლექსო, ჩქარა, შემოდი. ბატონო ბიძინა, ჩქარა. ნახეთ. ჩქარა. კორეელი კრიმინალი და მისი პარტნიორი ქალი დანაშაულის ადგილზე აიყვანეს. იმავე საღამოს ინტერპოლმა თავის ბინაზე დააპატიმრა ინგლისელი კერძო კოლექციონერი ჯეიმს უოლპოლი. როგორც ინტერპოლის სამძებრო დეპარტამენტის უფროსმა მაიკლ სტიურტმა ჟურნალისტებისთვის გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, ბალდუინის გვირგვინის ყველა ფრაგმენტი უახლოეს დღეებში თავის კანონიერ მფლობელს დაუბრუნდება. მანვე საკუთარ გამოსვლაში ქებით მოიხსენია ქართველი სამართალდამცავები და საქმის ასეთი წარმატებული გახსნისთვის მადლობა გადაუხადა. იოსალ, ამაშია. მაგარ სუპრეს გავშე. უბრალოდ რასაყოლები არიან. აუ, პაგონების სუნიმცემ, ზახარიჩ, პაგონების. მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს, თუმცა პაგონებს თუ სუნი ქონდა. Ну так что, уезжаешь, да? Да, теперь уж наверняка. Да, ну ладно, будешь в Тбилиси, звони. Номер телефона у тебя есть, так что. Ну, бывай. Ой, да. Удачи. Слушай, забери вот это. Захар, подержи. Спасибо тебе огромное. И Спасибо. вот это. А что это? Это схема Гюрзы. Положи у себя там в отчет. Ну и хитрец же ты, старый Захарыч. Ну что делать, профессия. А ты передай это Айше, пожалуйста. Хорошо. Ну что, славные вы ребята, если бы не рвались в НАТО. Знаешь, что я тебе скажу? Маленькая империалистка. Улыбайся почаще. Ну, видишь, тебе так к лицу улыбка. Почаще улыбайся. Хорошо. Ой, да, чуть не забыла. Держи. Да. Ну, пока. Всего доброго. Пока. რა სერიალი მოვარჩინეთ. ხალხო, იმენა ჩემ არხზე რამდენი ხანი 2008 წლის 2-იო ჩემი, ანუ მე უკვე მორჩენილი არის. არა, აგვისტოს ომამდეა ეს. ის აგვისტო რომელი თვე არის? მერვე თვე არ არის? მერვე თვე არის. სამ დღეში ომი დაიწყო, პისტეც. მოკლედ ხალხო. ვიყვარხთ მეოსებით. ამით ჩემ არხზე ცხელი ძაღლი მორჩა, იმიტომ რომ ზოგადად ცხელი ძაღლი მორჩა, მეტი აღარ არის გადაღებული. დაგიბრუნდებით კეთილების სერიებით. რაც შეეხება ამ სერიალს რა. როდესაც ვინმე ჩემს ცხოვრებაში მეკითხება, რომ აი რა რომელია შენი საუკეთესო სერიალებიო, ეგ კითხვა ცხელი ძაღლის პასუხის გარეშე არ ჩაივლის მართლა. აი მენა გამორჩეულად რაც მომეწონა, ცოტა გაიწელებ ხა ჩემი ეს სიტყვა, მაგრამ ჩემი აზრით საჭირო არის, იმიტომ რომ პირველად ვუყურე თქვენთან ერთად. თქვენ კიდევ უკვე არაერთხელ ჩემთან ერთად. ვაღიარებ პირველი, მეორე, მესამე სეზონი, უფრო რაღაცნაირად აი თბილი სეზონები იყო, უფრო აი შეკრულები და რაღაცა. მეოთხე, მეხუთე სეზონში უკვე აი ლექსოც რო გაიყო და ზახარიჩიც რო გაიყო, ცოტა რაღაცნაირი იყო. მაგრამ მსახიობებზე მინდა ყურადღება გავამახვილო, რომ საღოლწმო, მართლა, ანუ ზუსტად როგორ თქვა რა, ბევრს გვინახია ბევრი ფილმები და სერიალები და ეს ტიპები ისე თამაშობდნენ, რომ თავიანთი აი დასამახსოვრებელი რაღაცეები შექმნეს რა. თავიანთი
პერსონაჟი ძალიან დასამახსოვრებელი გახადეს. ერთი რა ვთქვა, ძალიან გამიკვირდა. არ ველოდებოდი, მაგრამ ქართველებს არანაკლები მსახიობები ყავს, ვიდრე უცხოელებს. ასე რომ საღოლთ მაო. მიყვარხართ მეოსებით, გამოიწერეთ და ლაიქეთ და წავედი ახლა მე. ეს ამ ყველაფერს რო წერე ახლა ატვირთული არა, მაგრამ ხომ დავიწყო ატვირთვა. მიყვარხართ მეოსებით. ყველაფერი კარგიც აუკვეცო თქვენ.